ფოტოს რო შეაგინოს ან პასუხი გასცეს. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს კიდე უფრო რო განვავრცოთ, იმას უყურებდი რაღაც საკითხს, რომ Facebook ცენზურა და ესე იგი რუსეთში ხო სიტყვის გამოხატვის თავისუფლება და რამდენი კაცია თურმე ამაზე დაჭერილი თუ იცით რუსეთში. დაახლოებით 600-მდე. ესე იგი Facebook პოსტზე. და თუ იცით რამდენი კაცია დაჭერილი ბრიტანეთში 600 არა 12000-ზე მეტი. იმ დღეს დაიჭირეს Facebook-ის გამო. ნუ არა Facebook-ი რა სოციალურ მედიაში გარკვეული ძალადობრივი მოწოდება ტერორისტული ამე კი არა. დაგეგმა კონკრეტული პოზიციის გამოხატვა, რომელიც არ არის პოლიტკორექტული. იმ დღეს დაიჭირეს ესე იგი Telegram რაღაცა ჯგუფის შემქმნელი, რომელიც ამ ანტისაიმიგრაციო კი არა, far right მოძრაობას, რომელიც არ არის არც რადიკალური, არის უბრალოდ ევროსკეპტიკური, რომელიც არის პარტიებია და ისინი არიან, რა ქვია, გერმანიაში და საფრანგეთში. ხო, ანუ ისინი მოდიან მთავრობაში. ეხლა რაღაცა კანონი, ეხლა კარგად უნდა გავეცნო მაგას, კანონი ინიცირება ხდება კი არა რაღაცა ფორმირება ხდება რომელიც პაბებს შეეხება იმიტომ რომ ყველაზე მეტი ესეთი არაპოლიტკორექტული საუბარი რაღაცა მოწყვლად ჯგუფებზე ხდება პაბებში და ამის დარეგულირება უნდა. ეხლა ნახე, პაბში არ იყოს ხისტი საუბარი თვალი კაცისგან, აი დაახლოებით. ეხლა შევხვდები, უბრალოდ ხვდები, როგორი ტოტალიტარული გახდა ლიბერალური იდეოლოგია. ჩვენ რო ვეძახით ლიბერალურ ფაშიზმს, ეს სრულად მეცნიერულია. იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ძველი ტოტალიტარიზმი, რა ვიცით, რომ ადამიანს არ აქვს გამოხატვის თავისუფლება, ადამიანს არ აქვს პოზიციის ქონის უფლება, მას ასახლებენ ინდოქტრინაციას უკეთებენ. მე შენი აზრები არ მომწონს. ხო. ზოგადად ცუდი კაცი ხარ და რაღაცა როგორ არ ეკიქნება და დაშავებული. ვარიანტი არ არსებობს. ამიტომ და გამოგალპოთ ციხეში. ეს ფაშიზმია, მაგრამ მანამდე ეს იყო ბოლშევიზმი. მართლა ბერია ეს ამბობა, რომ был бы человек, статья найдется, რა და ეს ხოლე უყურე, აი მოდელირება, ვეუბნები ამას. და არსებითად კი არ პასუხობს. რუსული შრიფტი რატო გაქო ტელეფონში? საკმარისია, მე გიპოვიან რამეს, კაცო, ჩაგიდნენ ერთი თვე მოვიდა. ჯვარი წერია და ულახჭი მოვიდნენ. არა, მე ერთი თვე არ ერთი ძამი რა თუნდა ვაფშე მიზეზი? ხო. просто დაკავებული იმიტომ რომ არის შალვარამიშვილი და მორჩა. სუდია. შოკია მაგაზე, შალვარამიშვილობაზე. რა თქმა უნდა. რუსეთის აგენტი. Minority Report ხო გააქვთ რა? ეგ სხვა არის მე. ბიჭო, არა უყურე Minority Report. ძალიან კარგი როგორც